სააკაშვილი მაუხრებელი გზირი ძალიან საინტერესო რევოლუციური მე ვიტყოდი მოწოდებებით გამოვიდა. აი მეხუთე ვიდეო გავუშვით. Tetaiti გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები და შევუცვლები და ღიმილიანი მოწოდებები რამესკენ. ჩვენ რას ნიშნავს ეს ჯოხი? ეს ჯოხი არის ძალიან ყოველდღიურზე უფრო მეტი შეტევა. ეს არის გაფიცვა, ეს არის ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვას ქართულ ხალხს ძალიან ბევრი ბიზნესმა მოიღო ხმა, მაგრამ მაგხარის გერჩა ის ხალხი ტენდერებზე იპარავს ფულს, ესე იგი კიდევ ჩვენგანს 10 წლის ჯიპიდან ფულს. ეს არის შენობების მათი არ შეშვება და არ გამოშვება, იმიტომ რომ ვიღა ტიპებს მიტაცებული აქვს შენობები და თავის თავს უწოდებენ საქართველოს მთავრობას. ხო, და ჯოხზე თუ შეიძლება გაუშვით და ბარებელთან დააყენოთ. მოვიყვეთ. ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ეს მხოლოდ ერთადერთი ენა. ეს არ არის შეგონების ენა, ეს არ არის შელოცები, ეს არ არის ხონები, ეს არ არის თხოვნები, ეს არ არის მოწოდებები სასაცილოდ არ ყოფილა. ამ ბანდას, ამ კრიმინალურ ბანდას, რაც მოეძა საქართველოში, ეს მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა. და მეგობრებო, ჩვენ კი უნდა ვაწყლარებდეთ, ნუ გეშინიათ ხო? პირიქით უნდა ეშინოდეთ მანამ სანამ ხალხს წინაში არ დაიხევენ უკან. ხო. მოდი ესე ვთქვათ რა. ამასაც თავის რეალობა აქვს შექმნილი. მე დარწმუნებული ვარ რომ ესეც ხო ბაბლის მსხვერპლია. გასულია ესეც კი ბატონო და ლაპარაკობს რაღაც ჯოხიან კაცებზე, როდესაც თვითონ აბსოლუტური ფარჩაკი, აბსოლუტური ადამიანი, რომელმაც ჩაიკუკა, რომელმაც საქართველოსზე თქვა უარი, ქართული ენის ცოდნაზე თქვა უარი, თქვა რომ მე არა ვარ საქართველოს მოქალაქეო და ოღონდ გამიშვით და თავს დავანებებ ყველანაირ პოლიტიკოსს. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩმორი კაცი, ბუნებრივია, ჩმორი კაცი რა. და შესაბამისად, ხო იცი, შიშარ ადამიანი უფრო ბაქიბუქობს რა. აი ლაპარაკობს რაღაც აბსტრაქტულ ჯოხებზე, ჯოხიან ხალხზე. ანუ რას ნიშნავს ვინ არის ჯოხიანი ხალხი? პარტია დაეშალა, პარტიაში ასევე ჩმოვრები დარჩნენ. ვის ჯოხიან ხალხზე ლაპარაკობს? სადაა ჯოხიანი ხალხი? დამანახეთ ერთი რა. იყვნენ ფეერკვიანი ტიპები და დაისაჯა ის ხალხი და დამთავრდა ამით, ხო ყველაფერი. მშვიდობიანი აქციებია. მაგრამ ამაში ის მართალია, რომ ესეთი მშვიდობიანი აქციებით იოგების, გეების, LGBT თემის წარმომადგენლების, ანუ უნიჭო მხატვრების, მზარეულების რაღაცა მარშებით არ არის რევოლუცია არ ხდება. ჯოხიანი ხალხი არ არის. აქედან გამომდინარე რაღაც პონჩი მართალია, მაგრამ ამ სიმართლეთ გაუმარჯოს როგორ უნდა უთხრა რა. არის აბსოლუტურ ბაბლში ესეც. მიშა რეალურად ყველაზე თვალსაჩინო ბაბლის ტყვე არის, იმიტომ რომ საქართველოში ჩამოსვლაც რეალურად განაპირობა მისი ბაბლის გავლენებმა. იმიტომ რომ ის რეალურად მოაქცეს იმ ბაბლში, რომ აქ შე რო ჩამოხვალ 100,000 კაცს დაგახვედრებთ. რევოლუცია გარდაუვალია შენ დანახვისას. სახელმწიფო ვერ დადგება თავის ადგილზე შე რო ჩამოხვალ და ვერ აღკვეთს ამ შენ კრიმინალურ გადაადგილებას. ეს ხო რეალურად ბაბლმა დააჯერა, როგორც ნუ ვიღაცას ბაბლი იმას აჯერებს, რომ შენ თუ არ გამოხვედ სპეციალურად მოლოტოვის კოქტეილი თუ არ ესროლე, ისე საქართველოს ისტორიაში ვერ ჩაიწერები როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე. ანუ რეალურად მიშა არის ყველაზე თვალსაჩინო ბაბლის მსხვერპლი. შენ წარმოიდგინე სააკაშვილს, რომელიც წამებელია და წამების რეჟიმის არქიტექტორი, კიდევ ჯოხიან ხალხზე და ცემაზე და შეტევაზე. ხა მე მგონი აღარ გვიყვარს ხო ხა სააკაშვილი და ზოგადად ნაცის ხარდაჭერა, საჯარო ხარდაჭერა. უკვე მასთან აფილირება არის და მის რეჟიმთან ქედის მოხრა არის რა. შესაბამისად ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში უყურებთ ამ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სივრცეებს, რაღაც კონკრეტულ საჯარო სივრცეებს იკავებენ და პირიქით რაღაცნაირად ცდილობენ მაინც ყოველ შემთხვევაში, რომ მორალური პედესტალიდან აქეთ გელაპარაკონ, ხო? რომ მე რა რომ მე მიშას მოbrunებ და ხელისუფლებაში მე ვარ ერთადერთი პროდასალური და პროევროპული გზა. გასაგები. მე წინააღმდეგი ვიყავი მის მივამეთში დარჩენისა. და ეს ჩართვებიც არ მოწონდა, მაგრამ როგორც ნათელი მაგალითი იმისა თუ რა შეიძლება მოხდეს და როგორი ხალხი შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში, კარგია ეს ჩართვებიც, კარგია ეს მე მგონი ეს არაფერს აღარ ცვლის. არა. თუ დღეს კიდე არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც დამატებითი ილუსტრაცია ჭირდება. მიშა რას წარმოადგენს, გვარამია რას წარმოადგენს, ხაზარაძე რას წარმოადგენს,
ჯაფარიძე რას წარმოადგენს, ანუ უყურე როგორ არის? რომ არ წვიდეს, აღარა. რომ დაწერა, რომ ჩამოყვანილი ხალხი რევოლუციის გარეშე როგორ გაუშვითო, მთელი ეს ლიბერდებილური ბაბლი მათ შორის დანუკა რო არის. დააწყდა თავს და აგინა. ანუ ეს მათთვის ტკივნეულია. მათ უნდათ რაღაცნაირად ისე მოხდეს, რომ არ დაერქვათ მიშისტების და ნაცების სახელი. მაგრამ ამის თითოეული გამოჩენა მათ იმედებს ეს აქციები ხო რეალურად მაგასაც დასაწყისში რა ვიდეოს ჩავთვალეთ. ამ მთელი ამ აქციების ნარატივი არის, რომ ეს არის თვითორგანიზებული. აქ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური პარტიული მდგენელი და ეს არის უბრალოდ რაც ქვევიდან წამოსული ხალხის ხმა, რომელსაც მხოლოდ ეს ხალხი მართავს. ნუ რაც აბსოლუტურ აბსურდია ხო ამას ამობენ ადამიანები, ვინც ნანუკა ჟორჟოლიანს ეთანამშრომლებიან იმაზე, რა ტექნიკა მიაწოდოს და როგორ და სად შეიკრიბოს და რა ტიპის აქტივობა ქონდეს და ასე შემდეგ.